ხელოვნებას ყოველთვის ყველა დროს თავის მნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. მე სიმართლე გითხრა რაღაცა ბავშვობიდან უკვე თითქოს ვიცოდი რომ მოხანდაკე უნდა სულ პატარა ვიყავი და რაღაცებს ზერწავდი და უბრალოდ ისე მიყვარდა ამის კეთება და ის იმდენად შემორჩა დღემდე რომ სხვა არაფერმა არ ჩაანაცვლა და აი ესე დღემდე მოვედი რომ ყველაზე ძალიან ისე ქანდაკების კეთება მიყვარს რა თქმა უნდა სხვადასხვა მასალაში, რა თქმა უნდა სხვადასხვა დისციპლინაში, მაგრამ სულ ამის გარშემო ვტრიალებ. ბელგიას აქვს უდიდესი ისტორია ქანდაკების, რაც დაწყებული შუა საუკუნეებიდან, მე რადგანაც რესტავრაციაზეც მიწევს მუშაობა, ვიცი რომ უზარმაზარი დონეები ქონდათ როგორც მხატვრობაში, ასევე ქანდაკებაში. მე განსაკუთრებით ქანდაკება ვიცი ძალიან კარგად, რომ შინ შემთხვევაში არც იყო ცნობილი ავტორები, აი როგორც ხელობის შემსრულებელი იყო, მაგრამ რაღაც ისეთ ხარისხზე არის აქ ლაპარაკი, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვარდება რენესანსის მაღალ ხელოვნების შემოქმედება. ამიტომ ბელგია, როგორც აი ქანდაკების შესასწავლად და გასანმთავრებლად ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი დღემდე ის ტრადიციები არ დაუვიწყია და რაღაცნაირად ესტაფეტა მოხდა, როდესაც ეს კიდე გრძელდება, პატარა სასწავლებლები, მაგრამ ძალიან ბევრ სოდნას იღებ. რაღაცა საშუალება მომეცა, რომ გამეგრძელებინა სწავლება და აღმოჩნდა, რომ თან საინტერესოც ყოფილა. დამთხოვა მოხდა ჩემი საშუალებას და რაღაც მე იმის რომ თუმცა ბელგიაში ძალიან მაღალი დონე არის ქანდაკება. კარგ პროექტებში ჩავერთვე უკვე სტუდენტი რო ვიყავი მაშინ და ამან განაპირობა ძალიან ბევრი რამე ჩემს ცხოვრებაში რომ რაღაცნაირად ამდენი წელი უკვე აქ ვარ და მუშაობ, სწავლობ, მე თვითონ რაღაც ძალიან ბევრ საინტერესო ამის ყოველ დღეა. მე სწავლობდი თბილისში აკადემიაში, რაღაც ჩვენ გვეგონა რომ რაღაც ერთი მიმართულება არის ჩვენი პედაგოგები თუ ესე გვასწავლიან რომ აი ეს ერთადერთი მიმართულებაა თუ ვინა რომ მიაღწიო მიზეზს. მე როგორც კი არ მოვხვდი აი ამ გარემოში, აი ამ სასწავლებელში მივხვდი რომ აქ უამრავი მიმართულებით შეიძლება მიაღწიო შენ მიზეზს, უამრავი გზა მოირჩიო და ამ ხრივ აქ ბევრად უფრო როგორ ვთქვათ, მრავალფეროვანი არის რა, მრავალფეროვანი არის როგორც და ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევენ ინდივიდუალს, აი შენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. აქ არ მოხდება არავითარ შემთხვევაში ჩარევა, რომ აი რაღაცნაირად სტილის შეგასვლევინოს ვიღაცა. უბრალოდ ძალიან ფაქიზი თემა არის პედაგოგობად. ისე უნდა მოხდეს რაღაც სოდნის მიწოდება, რომ არ ჩაერიონ შენ, აი რაც ყველაზე ძვირფასი არის შენი ინდივიდუალური ხედვა ამ შემთხვევაში. და შენ თვითონ მოხსოვს პედაგოგობა? კი, ძალიან მომწონს. მე ვთქვი, რომ საკმაოდ საინტერესოა, შემოქმედებითიც არის. მე თვითონაც აი მე რამდენჯერ მითქვია, რომ სწავლის პროცესში მე თვითონაც რაღაცებს სწავლობ, იმიტომ რომ ყველას თავისი ხედვა აქვს რაღაცის მოგვარების, გადაწყვეტის და შემთხვევაშიც აღმოჩენა არის ყოველთვის და ამიტომ მე ნამდვილად ამ შემთხვევაში აქ საღამოს სასწავლებელი არის და მე ისე ვახერხებ, რომ დღისით ჩემი საქმეების მერე მოვდივარ და საღამოს შემიძლია უკვე რამოდენიმე საათი სტუდენტებთან ერთად გავატარო და თან რაღაცები ჩემი გამოცდილება გაუზიარო და ამათგანაც ნამდვილად რაღაც სიახლეებს ვიღებ ხოლმე. სოდნას ხო არა აქვს რაღაცნაირი საზღურები, ხო შენ რაღაცას სწავლობ, მე კიდევ უფრო მეც სწავლობ. ანუ ეს პირიქით არის, მე ვთვლი რომ ასაც აი ნათქვამი რო არის ხო გასცემ შენია, ესე არის ამ შემთხვევაშიც და მე ყოლი აქვს სტუდენტს ვეძახი ხო, მაგრამ უკვე ასაკს მიღწეული რაღაც 60 წლის დაიწყო ჩვენთან მუშაობა. აბსოლუტურად სხვა პროფესიიდან მოვიდა, მაგრამ რამოდენიმე თვეში როგორც კი შეისწავლო რაღაცა ბაზა ტექნიკური, ისეთი აღმოჩენა გააკეთა თავის თავში და ჩემთვისაც, რომ ამ ადამიანმა მთლიანად შეიცვალა პროფესია, არის ძალიან წარმატებული და თითქოს აი დაგროვილი ქონდა ეს უდიდესი ნიჭი და უცბად აი ეს ჭირდებოდა რაღაც ტექნიკა რო ეს გამოეხატა. ყველგან შეიცვლები ადამიანი, მაგრამ აქ რაღაც ისეთი სხვანაირი, ჩემთვის რაღაც სხვა კულტურაში მოხდი, ხო? მარტო ხელოვნებაზე არა მაქვს, ხო, ლაპარაკი მოხდი რაღაც სხვა მენტალურ გარემოში. აი განათლების სისტემა. აი წეგანაც რო გიყვებოდი, აქ აი როგორი განათლების სისტემა არის, რომ აი ამ სასწავლებელში, სადაც პრინციპში ბავშვები არ დადიან, თვეში ორჯერ მოყავთ სკოლებიდან 12, 13, 14 წლის ბავშვები და მთელ დღეს ჩვენთან ერთად ატარებენ. ყურებაში კი არა, რომ რაღაცას ვაკეთებინებთ, ან
ქვაში ან ხეში ან რკინაში ან ფოტოგრაფიაში რომ რაღაცნაირად ამასაკიდანვე რომ რამხელა როგორი ასე ვთქვათ სწორი მიდგომაა ჩემი საზრით უკვე ბავშვობაში მქონდეთ საშუალება რომ გაეცნონ ბევრ დისციპლინას რომ თვითონ ხელი შეეხონ თვითონ მონაწილეობა მიიღონ და რაც მომავალში ნამდვილად უფრო გაუადვილდებათ რაღაც პროფესიის არჩევაში ხო ეხო მე მაგალითად ეს ნამდვილად მაგდა საქართველოში და აი ისინი შურს შეიძლება ითქვას რომ ესეთი პირობები აქვს როგორც სკოლაში და შემდეგ თვითონ სკოლის მერე და აი როგორი კონტაქტი არის და გაუცხოება არ არის რას ნიშნავს თუნდაც თანამედროვე ხელოვნება ატარაობიდან აი მე 3 წლის ასაკიდან დაყავთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და უხსნიან ამ ყველაფერს რაც ჩვენ პრაქტიკულად არ გქონია ვცდილობ რომ თუ იქნება საინტერესო რაღაც პროექტში ჩართო სიამოვნებით ვერთვები საქართველოში რამოდენიმეჯერ მქონდა ეს ბედნიერება და ვთვლი რომ პირიქით მე რაღაცნაირად ასე ადრე თუ გვიან მაინც დავბრუნდები საქართველოში და რა როგორ არ ვფიქრობ ისე ვფიქრობ სერიოზულად და არ ვიცი რაღაცნაირად რომ მოახერხო ჩემი რაღაც პატარა ცოდნის გაზიარება როგორც არის საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები შევხვდი და გავისანე საქართველოში და ინფორმაციაც ბევრად უფრო მისაწვდომი გახდა ვიდრე ადრე იყო ხო ბევრად ადვილად მოძრაობენ ევროპაში ბევრად ადვილად ინტერნეტს ივსებენ იღებენ ინფორმაციას და ეს ვაკუუმი აღარ არის რაც ადრე ნამდვილად იყო აი ადრე ფაქტიურად არ ვიცოდ რა ხდებოდა და ეხლა ძალიან დიდი სხვაობა არის და ეხლა რაღაც სფეროები არის რომ არც ჩამორჩებიან ევროპულ დონეზე ბევრ რაღაცა თუნდაც ეხლა აი მუსიკა ელექტრომუსიკა ხომ ეხლა სიმართლე გითხრათ დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ მე შევხვდი აქ რამოდენიმე აქაუთ ცნობილ DJ-ს რო ეძახიან და თბილისიდან რო გაიგეს შენ არიციო ესე იგი რიგში ვდგევართ რომ რაღაც კლუბებში რომ მოხვდე და დაუკრათო ანუ აი ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო ნუ შენც ხო ნაწილი ხარ ამ ყველაფერის გლობალურის და შენც გეხება და მე არ მიმაჩნია რომ რაღაცა განყენებულად არის ყველაფერი არის რაღაც ერთი ორგანიზმის ნაწილი და ვინ როგორ თავისებურად ამას ეხმიანება და გამოსახავს. ზოგი თავის ხელოვნებაში, ზოგი სხვა პროფესიაში და აი თვითონ რო ბაგდი დგას შენთან და ის ინსპირაცია რა იმის ინსპირაცია სხვადასხვის ეს უკრაინაში მოვლენები რაც განვითარდა და ეს იყო ერთ-ერთი ინსპირაცია. თქვია წინააღმდეგობა, რომ რაღაცნაირად ყოველთვის აქვს აზრი, შეიძლება რაღაც ისეთი რთული მომენტები არის ყველასთვის ცხოვრებაში ხო და აი ეს რაღაცა იმ კონკრეტულ ნამუშევარზე თუ ლაპარაკობ თითქოს ეს აი ზურბლი იყო გადარჩენას და გაქრობას შორის და აი ამის გამო ხატვა მინდოდა რომ რაღაცა თან იკარგება ხო თითქოს სივრცეში თან რაღაცა არსებობს რაღაცა ხილულია და აი ამის გაჭერას ვცდილობდი რომ გამომეცა ამ კომპოზიციის ასე ვთქვათ. ყოველთვის და ყველაფერში. ნებისმიერ ფრონტზე. ალბათ, იმიტომ რომ მე მგონი რომ უბრძოლულად საერთოდ აზრი არ აქვს უბრძოლულად. და ნამდვილად, აი ყველანაირად და ყველანაირი კრიზისი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმებით და სხვადასხვა გარდაუვალი არის და პირიქით მე ხშირად ვფიქრობ რომ ეს სირთულეები და კრიზისები ბევრ რამეში გაძლიერებს კიდევაც. ევროპა თუ არის რა შენი აზრით ზოგადად ღია და ევროპას ფოქს მიმდევრობა საქართველოსთვისაც მაგრამ ზოგადად ახალისთვის. ისიც ახალისთვის როგორ აქვს მიმდევრობა ესეც არის ახალშიც ხო განსხვავება არის რაღაც ესეთი მიუღებელი ამათვისაც რაღაც აგრესია რამაც ეს არ არის ამათვის საერთოდ ხო არანაირად გამართლებული და მისაღები თორე სიახლე ამათვის ნამდვილად საინტერესო არის ყოველთვის და რაღაც მაგით ეგ არის ამათი ყველაზე დიდი ხიბლი. ერთად ვიყავით იმის მოწმე აქ რაც ხდებოდა ევროპალის დროს ხო რამხელა ბუმი და ინტერესი გამოიწვია. აი მართლა ახლა მე ხო ბელგიელებს უკვე ამდენი ხანი ვიცი ამა
სახეებზე რო შეატყობ, რომ ესეთი აღრთოვანება მოახდინა, ძალიან დიდი პოზიტიური რამ მოახდინა რა საქართველოში, როგორც წერლობა, ამის მუსიკა, ლიტერატურა, ინდივიდუალებმა რაღაცნაირად გამორჩეულად კარლო კაჭარავის ისეთი გამოფენა იყო, რომ თვითონ გენტის სმაკის დირექტორმა მითხრა, რომ ესეთი გამოფენა დღემდე აქ არ ყოფილა. ეს ტყუილა ესენი არ გეტყვი, არა მართლა მოახდინა ეს რაღაცა კარგი ფრივ გარღვევა და მე ვთქვი, რომ აი ამის არ შენარჩუნება და ამის დაკარგვა იქნება ყველაზე დასანანე რა.